მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვაგრძელოთ ჩვენს გადაცემას. გადაცემის მეორე ბლოკში ძვირფასო ტელემაყურებელობა ვისაუბრებთ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებზე და მათ არსებობაზე საქართველოში და მათ კვლევის შედეგებზე და თუ როგორ პოლიტიკურ ამინს ქმნიან საქართველოში. ხატია, მე მინდა თქვენთან კითხვით გამოვიდეთ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ NDI-ის კვლევებზე, იგივე ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში საქართველოს პროცენტულ დამოკიდებულებას მოსახლეობის თუ რამდენი უჭერს ხარს ნატოსთან მიმართებაში იგივე თქვენ ამბობთ 78% და იგივე არის ასეთი სპეციფიკური და საინტერესო ტიპის კვლევა არის რომ რამდენად სწორად მიდის დღევანდელი მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება რამდენად მიდის სწორი მიმართულებით და იქ იყო რომ 34% თვლის რომ არასწორად მიდის 23% თვლის რომ სწორად მიდის და 37% იყო თუ არ ვწდები რომ არ არის ცვლილება და ფაქტობრივად ერთ ადგილზე არის დაპაუზებული სისტემა. ამ NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით თქვენ რამდენად აი თქვათ რამდენად თქვენ როგორც მოქალაქე რამდენად ენდობით ამ NDI-ის კვლევებს და როგორი დამოკიდებულებას იწვევს თქვენში NDI-ის კვლევები და იგივე AIRA-ის საქართველოს CRC-ის კვლევები. როგორც მოქალაქე, ანუ იმ ასპექტი კუთხით ვისაუბრებ. საერთოდ AIRA-იც და NDI-ც არის საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი გავლენა, ასე ვთქვათ, ქმედითუნარიანობა საერთაშორისო პოლიტიკის და საერთაშორისო სოციოლოგიის კუთხით. დღესდღეობით ეს ორივე ორგანიზაცია მუშაობს დემოკრატიის ამაღლებაზე სხვადასხვა რიგ ქვეყნებში და მსოფლიოს თითქმის ყველა ტერიტორიაზე. ეს არის აფრიკის კონტინენტი, ევრაზიის თუ ევროპის და ასე შემდეგ. კერძოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიებზეც მათ საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ. ამ შემთხვევაში საქართველოს რომ ვისაუბროთ, ამ წლის აპრილში ჩატარდა თებერვალში უბრალოდ ბოდიში ჩატარდა საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომლის მიხედვითაც წარმოგიდგენთ მაინც გასაგები რომ გახდეთ, გამოიკითხა თავარია 18 წლის ზემოთ მოსახლეობა საქართველოს ყველა რეგიონში. და ამის მიხედვით დადგინდა რომ 85% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და მომხრია, 78% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 60% ეს მომეწონა საკმაოდ 60% აღნიშნავს რომ დღესდღეობით საქართველოში ტელემაუწყებლობის და ახალი ამბების გაშუქების დონე არის დაბალანსებული. და ამავე დროს საკმაოდ თქვით რომ მცირე გადახროვა მედიატის საშუალებები თავისუფალია დღევანდელ პოლიტიკურ მოსახლეობის 60% თვლის ასე NDI-ის AIRA-ის კვლევების. ალბათ ხათია მე მინდა ანუ თქვენ თვლით რომ NDI-ის და იგივე AIRA-ის კვლევები რეალურად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რაც საქართველოს მოსახლეობაში რაც განწყობა არის და იმ პოლიტიკურ ამინდის ქმნის თუ პოლიტიკური ამინდის შექმნას ხელს უწყობს რეალურად თუ პოლიტიკურ ამინდს გვიხატავს ჩვენ. ჩემი აზრით პოლიტიკური ამინდის შექმნას უწყობს ხელს ეს კარგად აღნიშნეთ თქვენ, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, რომ რაღაც ძირეული ცვლილებები დემოკრატიზაციის კუთხით ისევ გავიმეორებ ამ ტერმინს გატარდეს თუნდაც საქართველოში. ეს ეხება თუნდაც ქალთა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას, ეს ეხება სამოქალაქო განათლების გაღრმავებას მოსახლეობაში, ახალგაზრდების ჩართულობას, AIRA მაგალითად საკმაოდ კარგ პროგრამებს და პროექტებს აკეთებს ახალგაზრდა მოსახლეობის ჩართულობის კუთხით და ვფიქრობ, რომ უფრო ცდილობს, რომ ალბათ პოლიტიკური ამინდი შექმნას. კეთილი ქარბატონო ხათია, მადლობა საინტერესო მოსაზრებისთვის. შეგო მე მინდა თქვენო კოლეგამ აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები ხელს უწყობს პოლიტიკური ამინდის ხელს უწყობს. ხო არ ფიქრობთ თქვენ რომ პოლიტიკური ამინდის ხელს ხო არ უწყობს ან პირიქით ქმნის ან თუ რეალურად გვიხატავს პოლიტიკურ სიტუაციას, იგივე სოციალურ სიტუაციას, იგივე მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის მთავრობისადმი, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, განვითარების თვალსაზრისით და ჯანდაცვის თვალსაზრისით, ასევე სანამ გადმოვთქვენ თქვენთან კითხვით, მინდა აღნიშნო, რომ ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა
90% მიიჩნევს, რომ ამ ხრივ ძალიან კარგი ძვრები არის. რაც შეეხება თვითონ ქმნის თუ არა პოლიტიკურ ამინდს ზოგადად ეს ორგანიზაციები ქვეყანაში. ჩემი აზრით პოლიტიკურ ამინდს ქმნის მოქალაქე. ნებისმიერი სახელმწიფოში ქმნის მოქალაქე და ის პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტიები. თუმცა ეს იქნება ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი თუ იგივე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი NDI. ესენი უბრალოდ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ აშუქებენ და უფრო სხვა ჭრილში ასე ვთქვათ გვაჩვენებენ რეალობას. ახლა რაც შეეხება ზოგადად ქართულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ ჩვეულებრივ სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ და პოლიტიკურ სპექტრში არ აქვთ ამ ორგანიზაციებს ასე ვთქვათ დადებითი რეპუტაცია, იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ ეს ორგანიზაციები არ ასახავენ რეალობას. თუმცა აქ საინტერესოა ეს მოქალაქეების ხრიდან აპრობირებულია თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებში შედის. კი ბატონო, გეტყვით ახლა ასე მაგალითად 2012 წლის არჩევნებამდე, როდესაც იდებოდა NDI იქნებოდა თუ აირაი დადებდა თავიანთ შედეგებს, როგორც წესი ამ ყველაფერს მაღალი ნდობით სარგებლობდა ეს ყველაფერი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში, თუმცა კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც იმ პერიოდში იყო ოპოზიციაში და საარჩევნო კამპანიაში იყო, ის მას უცხადებდა უნდობლობას. ანუ აქ რეალურად უბრალოდ რომ მივყვეთ, რას იკვლევს ეს ორგანიზაციები. ორგანიზაცია იკვლევს სხვადასხვა ტიპით ქვეყნის განვითარებას. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიათა რეიტინგები და სწორედ ამ ნაწილში არის საკთავარი უნდობლობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არ მოსწონს მაგალითად ის შედეგები, რასაც ეს აჩვენებს, მაგრამ აქ არ უკვირდებიან მაგალითად კვლევის თუნდაც იგივე მეთოდოლოგიას და ეკტომ როგორი მსოფლმხედველობის თქვა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური პირების ინტერესებში არ შედის ეს. როგორი ასე ვთქვათ, ინტერესებში არ შედის, ანუ როგორი უნდობლობას. კი ბატონო, აი მაგალითად გითხარით 2012 წლის არჩევნებამდე უნდობლობას აცხადებდა ქართული ოცნება კოალიცია, უნდობლობას აცხადებდა ასევე ლეიბორისტული პარტია. ძირითადად აქტორებზე მაქვს საუბარი, რომლებიც იღებდნენ საპარლამენტო არჩევნებში. დღესდღეობით მაგალითად უნდობლობას იწვევს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაში ქალბატონ გურჯაანძის პარტია, დღეს უნდობლობას იწვევს საქართველოს პატრიოტთა ალიანსში და ხელისუფლების წარმომადგენლებიც დიდად ასე ვთქვათ არ ემადლიერებიან, მაგრამ აქ ერთი რაღაც რომ გავითვალისწინოთ. აი მაგალითად შევადაროთ 2012 წლის ასე ვთქვათ ის შედეგები, რაც დადო NDI-მ აგვისტოში ჩატარდა გამოკითხვა და რა შედეგები მივიღეთ ერთი თვის შემდეგ 1 ოქტომბერს. ასე მაგალითად NDI-ის გამოკითხვებით 2012 წლის აგვისტოში მაგალითად მოსახლეობის 37% მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას. არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერების რიცხვი იყო 40%-მდე. ფაქტობრივად 3%-იანი ხდომილობა მხოლოდ. ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა მოსახლეობის 12% და თუმცა მან მიიღო 54%-ზე, 55%-მდე ფაქტობრივად. სხვა პოლიტიკურ პარტიებს 5%-მდე, მაგრამ აქ საინტერესოა ერთი რაღაცას უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება. აქ იყო 40% ადამიანებისა, რომლებიც თავს იკავებდნენ პასუხისგან ან გადაუწყვეტელი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, თავიანთი არჩევანი. სოციოლოგიაში მიღებული ასეთი პრაქტიკა, რომ რეალურად ის ელექტორატი, რომელიც უჭერს მხარს მართლ პოლიტიკურ ძალას, ის არის გახსნილი, მას არ აქვს შიში არანაირი რეპრესიის თუ არანაირი რამე სხვა პროცესები. შესაბამისად, ის აფიქსირებს თავის ასს. თუ ამ ხაზს გავუყვებით, არანაირი დიდი ხდომილება ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებსა, რომელიც იყო 37% და რეალურად რაც მიიღეს 40% არ ყოფილა. ხოლო თუ იმ 40%-ს, აი მაგალითად, ძალიან მარტივი დათვლით, რომელიც თავს იკავებდა ან უარს ამბობდა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის, დაუმატებთ იმ იგივე ოპოზიციის ქართული ოცნების 12%-ს, ფაქტობრივად ძალიან დაახლოვდება ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, მივიდათ არ მაქვს. კეთილი ბატონო შაკო, მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. ხატია, მე მინდა კითხვათან გადმოვიდე კითხვით. თქვენ თქვენმა კოლეგამ ახსენა კვლევების შესახებ 2012 წელს იგივე დღეს რა კვლევებიც არსებობს და მოგეხსენებათ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ სწორედ ხوار ფიქრობთ, რომ აი მონოპოლია ქართულ სივრცეში იგივე საქართველოში არსებობს, ხომ? იგივე კვლევითი ორგანიზაციები და იგივე სახელმწიფოს
თავისთვის ცალკე ატარებს კვლევებს იგივე მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ის ორგანიზაციები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და საქართველოში არიან, ეს კვლევები რაზეც აქვს ჩატარებული. ეს ამ კვლევების საპირწონედ შეიქმნა საქართველოში თქვათ რაიმე თავისუფალი, იგივე თქვათ ბწყალებში რა თქმა უნდა თავისუფალი, რაიმე კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც უფრო მაქსიმალურად ობიექტურად ასახოს ის რეალობა, მაგრამ თუნდაც იგივე აღნიშნოთ, რომ NDI-ის კვლევებში იგივე 2012 წელს იყო მცირე ცდომილება, მაგრამ 40%-ს გადაუწყვეტელი ჰქონდა ჯერ კიდევ რომის სპეციალისტთა მხარეს. ამიტომ რეალურად ეს არის ის მაჩვენებელი, რეალურად ასე არის, ვთქვათ, სოციოლოგიაში, რომ ეს არის ის მაჩვენებელი, ის ელექტორატი, რომელმაც ან მართლა არ იცის, ან რაღაც მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეშინია რაღაც ხელისუფლების მხრიდან შემდეგ რაღაც ზეწოლის, ისინი არ აბრობენ და ესენ ზირთად არიან ოპოზიციის მხარდაჭერები. თქვენ მოსაზრება, თქვათ, უნდა შეიქმნას საქართველოში რაიმე კვლევითი ორგანიზაცია, თუ ჩვენ უნდა მოვიწიოთ სხვა სახელმწიფოებიდან, თქვათ, იგივე გავლენიან ორგანიზაციებს, რომელიც კონკურენციის ფარგლებში დააბალანსებენ, თქვათ, მონაცემებს, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა საქართველოშიც რომ არსებობდეს მსგავსი კვლევითი ორგანიზაციები. არა, კვლევითი ორგანიზაციები არსებობს, მაგრამ დობის მანდატი, იგივე გავლენა, თქვათ, სახელმწიფო უნდა შეუწყოს ხელი თუ თქვათ რა მექანიზმით უნდა გაძლიერდეს მაგრამ კვლევითი ორგანიზაციები. აქ საკითხი დაისმება მაშინ შემდეგნაირად, რომ ვის ექნება უფრო მეტი გავლენა ამ კვლევით ორგანიზაციებზე, ხო? ანუ უმრავლესობას თუ უმცირესობას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ არ იყოს სანდო და ობიექტური აღნიშნული რეგიონალური კვლევითი ორგანიზაციები და ჩემი აზრით მაინც უფრო ქმედითი იქნება საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, თუნდაც იმიტომ თუნდაც რომ ეს სტერეოტიპი, რადგან ქართული თქვათ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია არის, ის რომ მიკერძოებული ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესს გამოხატავს, ეს საერთაშორისო ორგანიზაცია რატომ უნდა იყოს ობიექტური თქვათ? იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს კიდევ უნდა აღნიშნო რომ ქვეყნის გარდაქმნას, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის გარდაქმნას კვლავ აღნიშნავ დემოკრატიზაციისკენ. ბევრჯერ გავიმეორე ეს სიტყვა, მაგრამ სწორედ ამას გულისხმობს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიზნებში ზუსტად წერია ეს. ანუ ალტერნატივა სხვა ორგანიზაციების, რომელიც თქვათ იგივე ევროპიდან, თქვათ ევროპიდან შემოვიდეს საქართველოში და თქვათ საპირწონე იყო, ან დამაბალანსებელი იყოს იგივე NDI-ის ან AIRA-ის. ანუ რომ შემოვიდეს სხვა ორგანიზაცია. რომ თქვათ შემოვიდეს ან იმიტომ რომ თქვათ ნდობა იმ ორგანიზაციებს, რომელიც საქართველოში არის, ქართულ ხელისუფლებისთვის ან საზოგადოებისთვის არ არის იმდენად აპრობირებული თემა. ეს ფაქტია ფაქტობრივად. ანუ მე არ გამოდიოდი თქვათ კომაგეთ რომელიმე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ არჩევნებამდე ხშირად იცვლება მოსახლეობის აზრი გარკვეული ინფორმაციის, ახალი ინფორმაციების მიღების გამო, ხო? ნებისმიერი პარტიის ან ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის შესახებ. შესაბამისად, თუ ცდომილება ხდება რომელიმე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის სტატისტიკაში, შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს ამ ბოლოდროინდელი, ანუ თქვათ ერთი კვირის ადრე მომხდარი ცვლილებებით. ეს ვიცით ჩვენ და აღარ გავიმეორებთ ამ ცვლილებების შესახებ, ხო? რაც პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების შესახებ. შესაბამისად ხდება რაღაც ცდომილებები, მაგრამ გავიმეორებ ისევ იმას, რომ კარგი იქნებოდა თუ ქართულ ორგანიზაციებსაც მიეცემოდა საშუალება გავლენა და რეიტინგი დააგროვოს და დობა მოიპოვოს ქართულ საზოგადოებაში და ამისთვის ალბათ პირველ რიგში სწორი სტატისტიკის შემუშავებაა საჭირო და რაც მთავარია ხალხთან, მოქალაქეებთან უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი დობის დამყარების პირობა იქნება, კონტაქტი ალბათ პირველ რიგში. კეთილი, მადლობა ხატია, შაკო, ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მოახლოვდება და გარკვეულ ცოტა რეზუმე ვარო გავუკეთო ჩვენ გადაცემას და მაბართ გადაცემის ბოლო ნაწილისკენ. აქ ამ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებზე ვისაუბრეთ საქართველოში, რომლებიც ფაქტობრივად გავლენიან ძალად ითვლებიან იგივე წინა საარჩევნო პერიოდში, იგივე სოციალურ-ეკონომიკური
ფაქტორების ანალიზით, ასახვით და საზოგადოებისთვის მიწოდებით ფაქტობრივად. აი ფაქტია რომ როდესაც ეს ორგანიზაციები აქვეყნებენ შედეგებს, შემდეგ საზოგადოებაში ხდება ფართო განხილვა, დისკუსიები ხდება. ფაქტობრივად ეს პოლიტიკური ორგანიზაციებიც, ჩვენი პოლიტიკური პარტიებიც ფაქტობრივად აი ამ კვლევების და მიხედვით, თქვა და სტრატეგიას სვლიან იგივე მოსახლეობასთან მიმართებაში, ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ თავიანთ ქმედებებში, იგივე თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი ჯანსაღი პროცესია და საქართველოს განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი არის თუ არა და კონკრეტული მაგალითები რომ მოიყვანო და თუ არ არის რატომ ან თუ არის კი ან კიდე რატომ? ზოგადად ეს ფაქტია, ანუ ჭეშმარიტება რომ ასეთ ტიპის ორგანიზაციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის თუნდაც იგივე შეერთებულ შტატებში, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმაციაზე. განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ რეიტინგებს და განსაკუთრებით ეს ეხება წინასაარჩევნო პროცესებს. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ახდენენ სტრატეგიის შეცვლას, გადაფასებას, ეს არის დემოკრატიის, ასე ვთქვათ, დამდები პროცესი. თქვენ, ასე ვთქვათ, ხატიას ეკითხებოდით წეგან ასეთ რაღაცას, რომ მაგალითად ევროპიდან შეიძლება თუ არა შემოვიდეს კიდევ სხვა ალტერნატიული კვლევითი ორგანიზაციები, მაგრამ აქ ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას, ხო, თუ არ არის ნდობა მაგალითად NDI-სა და IRI-ის მხრიდან, ვინ შემოიყვანს ევროპიდან ალტერნატიულ კვლევით ორგანიზაციებს და მაშინ რა გარანტია უნდა დასვა ორგანიზაციებს და რა გარანტია იქნება იმისა, რომ მაგალითად თუ ამ ორგანიზაციებისადმი არ არის ნდობა, იქნება თუ არა ევროპიდან ან ნებისმიერ სხვა კონტინენტიდან შემოსული ორგანიზაციებისადმი. რაც შეეხება ქართულ ბაზარზე არსებულ, ასე ვთქვათ, ალტერნატივებს, მაგალითად იაგო კაჭკაჭიშვილის ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ახორციელებდა პენშონ ბერლანდის ფონდით დაკვეთით 2012 წელს, ასე ვთქვათ, ალტერნატიულ გამოკითხვას, ასე რომ ბაზარზე ადგილი არის კონკურენტი. კი ბატონო, და ეს ზოგადად მარტივი ეკონომიკური ასე ვთქვათ პროცესია, რაც უფრო მეტი მოთამაშე არსებობს ბაზარზე, უფრო მეტი კონკურენცია და ზოგადად ხარისხი იხვეწება. ამიტომ მე თუ შემოვა NDI-სთან და IRI-სთან ერთად კიდევ 2-3 საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ის არის მისასალმებელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიცემს საზოგადოებას, როგორც მოქალაქეებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შედარების საშუალებას, რომ შეადარონ მათ თავიანთი რეიტინგები. კეთილი ბატონო შაკოვე, რო დაუზუსტოთ ტელემაყურებლებს, ამ თქვენ თვლით, რომ ეს პროცესი ჯანსაღი პროცესია, რომელიც ემსახურება საზოგადოების და ზოგადად ქვეყნის, თქვათ, იგივე საარჩევნო სისტემის განვითარებას, იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპების დამკვიდრებას ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ თქვათ, ბაზარზე იყოს ბევრი ალტერნატივა, რადგან ჯანსაღი კონკურენციის შედეგად შესაძლებელია წარმოიშვას რაიმე კარგი, თქვათ, საზოგადოებისთვის იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად მიეწოდოს საზოგადოებას ობიექტურობა. კი ბატონო, იმიტომ რომ ხარისხის ანდობისა ალბათ ყოველ შემთხვევაში, ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციისადმი უფრო იქნება და უფრო უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეიძლება ეჭვები, რომ ის ხომ არ თამაშობს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჯგუფის ინტერესებს, ვიდრე რამე კონკრეტული ლოკალური ორგანიზაციის. აი თუნდაც მაგალითად თუ ჩვენ შევეცდებით, რომ მცირედ ცოტა ხან ვიყოთ ობიექტურები, აი მაგალითად 2013 წლის საპრეზიდენტო, უბრალოდ ხო, საპრეზიდენტო არჩევნებზე 27 სექტემბერს NDI-მ გამოაქვეყნა შედეგები, სადაც ბატონი მარგველაშვილის ჰქონდა 39%-ამდე მხარდაჭერა, ბატონ ბაქრაძეს 18%-ამდე და ქალბატონ ბურჯანაძეს 7%-ამდე. ამ შემთხვევაში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი მაგალითად გამოდიოდა, ასე ვთქვათ, მოწოდებებით, რომ ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს, თუმცა რეალურად ერთ თვეში თუ თვენახევარში არჩევნებზე ქალბატონმა ბურჯანაძემ აიღო 10%, ანუ 3% ახდომილებასთან ჰქონდა, ასე ვთქვათ, რა ქვია, მხოლოდ ადგილი შესაბამისად, კარგი იქნება თუ პოლიტიკოსები ზოგადად მიეჩვევიან თავიანთი გარკვეულ შემთხვევაში მარცხის ან წარმატების აღიარებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ფაქტს, რომ თუ შემოვა სხვა ალტერნატიული, ასე ვთქვათ, კვლევითი ორგანიზაციები, ეს უფრო მეტად ჯანსაღს გახდის პროცესი, იმიტომ რომ ბევრი წყარო გვექნება ჩვენ შესაძლებლად ინფორმაციისათვის. კეთილი, თუმცა იმ პოლიტიკოსების განცხადებები ფაქტობრივად დემოკრატიის ერთგვარად რაღაც გამაჯანსაღებელი ეტაპია, რადგან თუ მოსახლეობაში დამკვიდრდა ის ფაქტორი, რომ ვინ როგორ
ობიექტურად გამოხატავს სიმართლეს, იგივე პოლიტიკური განცხადებით თუ ასე შემდეგ, ფაქტობრივად დემოკრატიულობის პრინციპს და ხარეს ხელს უწყობს. ხატია გადაცემის დასასრულისკენ მივედით და თქვენ მოსაზრება იგივე ვთქვათ, ბაზარზე არსებული ალტერნატიული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებით შესაძლებელია თუ არა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ფაქტობრივად იმპულსის მიცემა იმ კუთხით, რომ სიმართლის და ობიექტურობის განცდა იყოს საზოგადოებაში, თქვათ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს კვლევი მოიცავს მთელ სპექტრს კომპლექსურ სისტემას, რომელიც ასახავს მთლიანად პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. ჩემი აზრით ამ ეტაპზე საკმაოდ ნორმალური სიტუაცია ამ კუთხით და წეგან რაც გავიმეორე და უნდა გავიმეორო ისევ შაკოს მოსაზრებაც, თუ შემოვა თქვათ ალტერნატიული ორგანიზაციები შედარების კუთხით, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გამყარდება ხალხის პოზიცია. მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ეტაპზე თანამშრომლობენ საქართველოსთან და დანარჩენ რესპუბლიკებთან, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ძალა და დიდი პრიორიტეტის და გავლენის მქონე არიან ვიდრე რეგიონალური ორგანიზაციები და ვიდრე შიდა ორგანიზაციები საქართველოსი. და ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტი პრიორიტეტი ენიჭება ამ შემთხვევაში. რეგიონულ ორგანიზაციები და იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, თქვა საქართველოსთან მიმართებაში ერთგვარად ბალანსის როლს ვერ ასრულებენ? ბალანსის როლს ასრულებენ, მაგრამ ალბათ გააჩნია უფრო პოლიტიკური მდგომარეობას, იმ დროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას და თვითონ პოლიტიკის წარმომადგენლობას. კეთილი, მადლობა. შაკო, შეჯამებისთვის ერთ წუთი რომ შეაჯამო შევაჯამოთ თქვენი მოსაზრება. გადაცემის ორივე ნაწილში გაჟღერებული მის, ასე ვთქვათ, თემები რომ შევაჯამოთ ზოგადად. რა თქმა უნდა, კი ბატონო, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციები არის მნიშვნელოვანი აქტორები მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველოს უნდა გააგრძელოს, რომელშიც არის ასე ვთქვათ აქტიური მუშაობა, თუმცა ამავდროულად რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომელიც ასე ვთქვათ მიზნად ისახავს ეკონომიკურ, კულტურულ თუ ნებისმიერ სხვა ტიპის თანამშრომლობას, ჩვენ უნდა დაგვავიწყდეთ და აქტიურად უნდა ვიყოთ ჩვენ სამეზობლო, ასე ვთქვათ, სივრცეში ჩართული. რაც შეეხება კვლევით ორგანიზაციებს, კვლევითი ორგანიზაციები მუშაობა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური რეიტინგების დათვლა, უბრალოდ ეს არის ყველაზე ცნობადი ჩვენი საზოგადოებისთვის, იმ მუშაობენ სხვა ბევრი მიმართულებით. შესაბამისად, ვიღაცა შეიძლება მოეწონოს ეს, ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი მუშაობა ჩემი აზრით ზოგადად პლურალიზმს, ქართული დემოკრატიის განვითარებას ხელს უწყობს. თუმცა მეტი შედარებისთვის მე როგორც მოქალაქე ვიმედოვნებდი, რომ არ იყოს მხოლოდ ორი ორგანიზაცია, ძირითადად წამოდგენილი იყოს 3-4 და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, ასე ვთქვათ, შედარებისთვისა და ანალიზისთვის. მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა ძვირფასო სტუმრებო მოგზაურობისათვის და საინტერესო განცხადებების და საინტერესო მოსაზრებების დასაფიქსირებლად. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიახლოვდება. დასასრულს მინდა აღნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციების სპეციფიკაზე, კლასიფიკაციაზე, თუ რამდენად დიდ როლს იპოვეს თქვათ იგივე საერთაშორისო ტერორისტული ქსელები, თქვათ იგივე რეგიონულ ორგანიზაციებში გავლენას, იგივე ტრანსნაციონალურ კორპორაციებს რამდენად დიდი მნიშვნელობაა და შეიძლება მივიჩნიოთ ისინი თუ არა თანამედროვე რეგიონული იგივე თუ საერთაშორისო ორგანიზაციებად, რომელსაც ფაქტობრივად გააჩნიათ ძალიან დიდი რესურსები რეგიონში ითამაშონ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და დაუპირისპირდნენ იგივე სხვა მძლავრ ორგანიზაციებს. საინტერესო იყო ასევე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ამ მართულებით ძალიან კარგი იქნება თუ ბაზარზე ფაქტობრივად იქნება ბევრი მოთამაშე, რომლებიც შექმნიან და დააბალანსებენ ერთმანეთის პოლიტიკას და უფრო მეტი ჩართულობა იქნება საზოგადოების ამ მართულებით. მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.